3 წლის ლუკას სიკვდილს მიჰყავს. ბავშვს მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა. ავთვისებიანი ნეირობლასტომა. ვერაგი დაავადება ჩვენს ქართველ ბიჭუნას ცოცხლად ჟამს. საბრალო ბავშვი უკანასკნელი ძალებით იბრძვის სიცოცხლისთვის. ლუკა ახლა თურქეთის კლინიკაში იმყოფება და მას ჩვენი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის პატარა გული სამუდამოდ შეწყვეტს ფეთქვას. ლუკამ რომ იცოცხლოს ამისთვის საჭიროა იმუნოთერაპიის 6 კურსი. თითო კურსის ღირებულება $22,400-ია. ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი კურსი დააფინანსა. ასევე დამატებით $10,000 დაეხმარა ოჯახს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მადლობრები ვართ, მაგრამ ლუკას სიცოცხლის შესანარჩუნებლად ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. ბავშვი საბრალო დედა უცხო ქვეყნის მიწაზე მომაკვდავ შულთან ერთად სრულიად მარტოა. ახალგაზრდა ქალი ჩერნოვეცკის ფონდს დაუკავშირდა და თანამშრომლებს გვთხოვა, რომ ლუკას ამბავი თქვენამდე მოგვეტანა ფონდის ერთგულო მეგობრებო. დიახ, ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. 3 წლის ლუკა იცოცხლებს თუ ვერაგი სიკვდილი წაგვართმევს ამ გონიერ და კეთილ ბიჭუნას. იმუნოთერაპიის კურსის გადაცილება 1 საათითაც კი არ შეიძლება. სამწუხაროდ დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა. ახლა ის დროა, რომ მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ. თორემ თუ ამ კეთილი ბიჭის თვალები სამუდამოდ დაიხუჭება, ამას სიცოცხლის ბოლომდე ვერ ვაპატიებთ საკუთარ თავს. Dedico, semu mamacho, amsibrenas kokisini ogagahade. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.